მუსად სკანგალა პირო ზიხარდე რა გაცვია აბაძა შიგნიდან მან ეს მაჩვია ხო ეს მიკეცე და ეს მაჩვია ძალიან ლამაზი ხარდე ძალიან ასე გამოვიყურები სახეზე ეს ჩემი უსაყოლესია სამისფერი ზედამაცვია ფეხზე მართალია ისინი მაცვია რომელიც მიჭერს და სისხლს მიშრობს მაგრამ ყველაფერი მსხურს მოითხოვს გემაცვალე პიჯაკი რადგან ქვემოდანი შავს ვიცვამ და პარალელურად ფეხსაცმელიც შავია ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს ცოტა ისეთი გაშლილია აქედან გამომდინარე არ მინდა ძალიან რაღაცნაირი ისეთი პიჯაკი ჩავიცვა რომელიც დისკომფორტს შემიქმნის და მოჭერილი მიჭერილი იქნება ამიტომ მირჩევნია ეს ჩავიცვა თუმცა მაინც დაიჭმუჭნება ეგ არის პრობლემა რომ მაინც ისეთია რა ესე რო ვქნავითო ნუ არა უშავს ცოტა არა გვისჯავს მოდი დაგენახებით Salome აუ როგორ მოვწოს ამია სამისფერზე ეს შავი დედა რა დავიბადე ამისთან წარბი დავიფიქსირე ვაზელინით მოგწონთ მეგონი ლამაზია აკეთ საყურე კარგი ვფიქრობ აქეთაც ხარ გავიკეთო რამე რაღაცა ეგეთ ტალღაზე ვარ ყოველ შემთხვევაში ნახეთ ეს რა ლამაზია უბრალოდ არ უხდება ხამებს მაგრამ ზოგადად გაჩვენებთ მოდი ჩემი ზესიყვარული გავიკეთოთ რომელზეც ახლა გიჟდეთ და მიმცროება დედა სხვა გზა გავიკეთოთ ხო მეორე არის ძალიან პაწაწუნა რომელიც რეალურად ნეკაზეც კი არ შედის ესეთია უბრალოდ მეშინი არ მომძვროს იმიტომ რომ ძალიან ზვირფასია და ჩემის ნაჩუქარია და პლუს ვერცხლია ამიტომ ცოტა ვერიდები მაგას და ახლა რომ ვუყურებ ხალხო ყველაფერი გამიდიდდა რატო შვილო ოქროსფერი რა თქმა უნდა არ მინდა აბა ეს სინჯოთი ეს ჩემი სიყვარული სინჯოთ შვილო აბა ანუ რა არის ახლა კაი რაც არის იყოს აი ესენი ანუ ეს ძალიან მიყვარს მაგრამ რაღაცა სამზე ის არ ვიყო რა ქვია ბუშეთაბანეკის თავმჯდომარე ანუ ძალიან არ მინდა ორი კარგი საათი რომელია 5 წუთში გავდივართ და ძალიან მიხარია მივდივართ ტყუპების დაბადების დღეს და ტაქსში ვზივართ რომ არ გამოვრიცხავთ რომ წყულის გარეშე მივიდეთ გადავწყული ყველა აქ ვართ 27 ბავშვი ახალგაზრდა ბებო ჩემი შვილი ყველა აქ ვართ ასე რომ ბედნიერი საღამო ჩვენ ყველას აბა რომელი მოვიზომო ჩემი აზრით ცენტრებში მე უფრო ვერთობი ვიდრე სხვა დანარჩენი ბავშვები გადაზარევეთ ვიპყერე ვიცეკო აი სასწაული დრო გავატარე ემოციები ახლაც გამოყოლილი მაქვს დაიწყო უკვე დაბადების დღე ფაქტობრივად შუა პროცესებია ჩემი გოგოც აქ არის ჩემი ტყუპები თავის ულამაზეს დედიკოსთან მარიამი კი ხედავთ აგერ ჭკუიდან იყო გადასული მე როგორ იქნეს ტაკუნებს დათო არ ჩვენ ტყუპებიდან ერთ-ერთი ვაჟბატონი ცოტა მოწყენილი იყო მაგრამ მე მოვიდა ხასიათზე კი ხედავთ მარიამა დაინხო იქაურობა არ გაუჩერებია ბოლოს როგორ წამოვახოხიალე ვერ გეტყვით ანუ აი არ ვიცი როგორ წამოვიყვანე არ ვიცი ძალიან მოეწონა ამ ქვედაბოლოზე არც მე ვიტყოდი უარს ულამაზესი ქვედაბოლოა და როცა ყვავდა ისე ბზრიალებდა ეს კაბა რომ მეთქი მეც მინდა ხო და ძალიან კარგი დრო გაატარა ძალიან კმაყოფილები ვართ თან უმრავლესობა შინაური ვიყავით და ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები და მეტად გავერთე და მეტად ვისიამოვნე ხო და კი ხედავთ აგერ ჩემ ტყუპებს დედიკოსთან ერთად ჩაჩქურებ და ცოტა ხასიათზე მოდიო ერთ-ერთ მარანურას უკაცრავად ჩვენი ულამაზესი ტორტი ბელას ტორტი იყო და ძალიან გემრიელი იყო მომეწონა ბრავო ჩემი გოგო
მე ასეთი მაგარი პიცა პიცერიაშიც კი არ მიჭამია, სასწაულის საოცარი ვამბობ კიდეც. აი უმაგრესი გულწრფელად ვამბობ 10-დან 100. ეს უკვე ფინალი, შუშხუნები, ნომინაციები. აქ რაღაცა ბოლო სიმღერა შესრულდა. მოვედით მარიკოს წინაოს მანქანაში ჩაეწინა, ჩემო ბიძაშვილმა წამოგუყანა მანქანით. აი არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ ჰეპილენდში. ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. ბავშვებმა, აი გადადგეს იქაურობა და ისე გაერთნენ, აი მარიამი ისე გაერთო, ხალხო ისე გაერთო, რომ აი რა გითხრათ და ზოგადად ბავშვები და ჩვენც ძალიან გავერთეთ. სტაფი იყო რაღაც სასწაული, გლდანში მაქვს საუბარი, გლდანში ვიყავით, აი სასწაული, ხალხო კეთილგანწყობილები, ღიმილიანები, არ ვიცი, არჩებოდათ ბავშვები უყურადღებოდ ყველასთან რაღაცა, აი სადმე თუ არის რომ დაუშვათ ორნი არიან და მოხჩა ეგარი მაგათი სტაფი აქ იყო, აი რა ვიცი, ბურთებში ცალკე იდგა გოგონა, რომელიც აკონტროლებდა ბავშვებს, მე სხვაგან გადადიოდნენ იქ აკონტროლებდა, რა ვიცი, ერთი სხვა რამეს აკეთებდა, ერთი სხვა რამეს, ანუ იმდენად აწყობილი იყო, რომ აი ჩემი უდიდესი პატივისცემა, არ ვიცი, აი გაოცებული და ძალიან გახარებული ვარ, რომ ესეთი ადამიანები ვნახე და ესეთი ადამიანები არიან ზოგადად დასაქმებულები. ძალიან მომეწონა და ბოლო ნაწილი ვახშამს რაც შეეხება, ნუ აი პიცა ქონდათ ხალხო, ორნაირი იყო და პეპერონი რომელიც იყო. მე ეგეთი პიცა თამამად ვამბობ, პიცერიაშიც კი არ მიჭამია, არა თუ ვინმეს გაკეთებული. რა თქმა უნდა, რეცეპტი არ გამიზიარეს. ხო, მაგრამ აი ნუ სასწაული, რა თქმა უნდა, მადლობები მოუხადე, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაცები იყო ზოგადად გემრიელი და ხა ცენტრში ცოტა გამიკვირდა ეგეთ გემრიელი რაღაცები და გეუბნებით პიცაზე გადავირი, აი ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა და მექსიკური კარტოფილი ქონდათ რაღაც არაჩვეულებრივი და ვფიქრობ მარიამს მან თუ არ გადავუხადო დაბადების დღე. რაღაცა დეტალებს გავიგებ რა როგორ არის და იმის მიხედვით ვთქვათ გადავწყვეტ რაში ვარ გავაკეთო. ძალიან მომეწონა. ძალიან. აღთოვანებული ვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომუშავე ადამიანების განწყობები, იმიტომ რომ ეს არის გასართობი ცენტრი და აქ კიდე სხვანაირი განწყობა არის აუცილებელი და იყო ფანტასტიკური განწყობა. ძალიან ყურადღებიანი ადამიანები იყვნენ, აი არ გამორჩებოდათ არც ერთი დეტალი და ჩემთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესეთი კეთილგანწყობილი ხალხი იყო. ასე რომ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ ყველას იმ გოგობიჭებს, ვინც იქ მუშაობდით, ვინც ამდენი ხანი ართობდით ჩვენ შვილებს, ამდენი საათით მე დავიღალე და წარმოიდგინეთ ისინი რა დაღლილები არიან. და ძალიან კარგი იყო. წავედი ახლა გამოვიცვალო. რაც ვიდეო ჩავწერე დოდონას და შემოვრჩი, ამიტომ და ბარემ გავაგრძელე თქვენი ამბავიც რომ მომეყოლა. რა თქმა უნდა ვიდეოში დავდებ მეათე კადრებს, მაგრამ ხმით ვერ დავდებ, იმიტომ რომ დამებლოკება, მაგრამ ჩემი ხმით გაგაცნობთ იქ რაღაც. რა და როგორ იყო, მოგიყვებით. ხო და ესე მოკლედ წავედი ახლა. სახლი მაგდასავლეთ სახლი კი არა, ტანსაცმელი მაქვს მიყრილი მოყრილი, აი აგერ უკან ჩემი 60 გამოსაცვლელი აქეთ მარიკოსები მივყარე და უნდა მივალაგო ახლა. ხვალამდე მეგობრებო. ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო, მე ბეჭდები. მეთქი რაც არიელი ვარ, მოიცათ. მე გოგოებო ბეჭდების გარეშე ჩათვალეთ, რომ ვარ სრულიად შიშველი. ეგრე ჩათვალეთ, რომ ვარ შიშველი, ანუ კატასტროფულად ვერ ვიტან ბეჭდების გარეშე ყოფნას. აი, არ მიყვარს. ეს გუში დიდად მქონდა ამაზე და ახლა დილაა და დილით ხოლმე ცოტა შეშუპებულია თითები და შესაბამისად ის არის, რა ქვია. აბა როგორ ხართ ხალხო, ხო ხართ კარგად? დღევანდელი დღე არის დასვენების დღე, ძალიან მძიმე ისტორიული დღეა. ამიტომ
სრულიად საქართველო, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ისვენებს ესე საჯაროებიც და კერძოებიც. ასე რომ ესეთი ამბები. გარდასარევი განწყობით გახლავართ, მიუხედავად იმისა, რომ ჭურჭელი ჯერ ისევ დასარეცხია და რაღაცები, ნაკვები, ნაზვავი და აგერ ყავით ხელში შემოგიერთდით, ასე რომ ვთქვათ. და ესეთი ამბები. შევთქვით ერთი ამბები, თქოს რამე მოვყევი უკვე, ლექსი ჩამოვაყალიბე. ლექსი ხო არ გითხრათ რა. ძალიან სიმბოლური დღეა. ჩვენი გმირების. მე რომ მიყვარს ტემპერატურა. გოგოებო. ძალიან მალე ონლაინ რესტორანი, ფაქტობრივად შეგვიძლია რესტორანი დავარქვათ, ონლაინ თუ გნებავთ კვების ობიექტი დავარქვათ. გამოვაგზავნის კერძებს, რომელსაც დავაგემოვნებთ მე და ჩემი გოგონა. ხო და მოგახსენებთ ჩვენს აზრს იმასთან დაკავშირებით, როგორია, რა არის და ასე შემდეგ. ნელ-ნელა მენიუს ახლა ალაგებენ, ბევრი რამ უკვე დალაგებული აქვს, ბევრ რამეს ახლა ამატებენ. და ვნახოთ როგორია ეს გოგონა რამდენიმე რესტორანშია ნამუშევარი საკმაოდ ისეთ კარგ რესტორნებში და დიდი იმედი მაქვს რომ ჩემს მოლოდინებს გაამართლებს და ვნახოთ როგორ იქნება, რა იქნება და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება თუ გადახვალთ მის გვერდზე მერე როცა გამოგზავნის, მერე როცა მივუთითებ მის გვერდს გამოიწერთ, სტარტაპია. მე რასაც უჭერ ხოლმე სულ მხარს უკვე რა ვიცი, რამდენი ხანია ხშირ შემთხვევაში ვამბობ, რომ სტარტაპებთან ძალიან კარგია მუშაობა და მათთვის ხელშეწყობა. გამიხარდება თუ მის Facebook გვერდს გამოიწერთ და რასაც მომწერენ, რომ გამოიწეროს ადამიანების რაღაცა კატეგორია, ვისაც ენდომება, მოკლედ. გამიხარდება, ძალიან დამავალებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როცა ჩემთვის არა ყველასთვის, როცა რაღაც გადის აუდიტორიაზე, მე რაღაცა მინიმალური შედეგი უნდა მიიღოს ადამიანმა და ეს იწყება გამოწერებით. როგორც წესი, აუდიტორიის შეგროვებით და როგორც მე მიჯოდა ხოლმე რომ აუდიტორია მყოლოდა და მინდა ისი არის ნებისმიერი ეს ონლაინ მაღაზია იქნება, ნებისმიერი გასართობი პლატფორმა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს და მოკლედ ამაში გვერდში დამიდგებით, რა თქმა უნდა, ძალიან გამახარეთ. ასე რომ ნახოთ, სავარაუდოდ ვიცი რაც გზავნის, მაგრამ მოდი დაველოდოთ ვიდეოს და გამოგზავნას. რაოდე ჩემო სიცოცხლე, რაც ვერ არის. რუსთავაზე არის ძალიან დაძაბული სიტუაცია, ვინც ატევნებთ თვალს და მეც ახლა ხანს ნახე რაღაც ძალიან დაძაბული მდგომარეობა და ძალიან გული მტკივა, ანუ 7 ქვეყანა მინდა, სადაც ვიქნებით ის, ვინც ვართ. გვექნება ჩვენი მინუსები, გვექნება ჩვენი პლუსები. ვიქნებით სახელმწიფო, ვისაც განვითარება შეუძლია. აღარ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ძალიან მტკივა გული, რომ სადღაც ვართ რა. ჩაკარგულები. ეს არის სიმართლე. და ძალიან სასაცილოა, სხვათაშორის ვიდეო ჩავწერე მაგ თემასთან დაკავშირებით. კობახიძე რო აპირებს გაჭირვებული ქვეყნების დახმარებას, რომელიმე ქვეყნის დახმარებას. შვილო. სადაც არ უნდა გაიარო ყველა ნაბიჯზე გაჭირვებულს წამოკრო ფეხს. შენს ქვეყანას მიხედე და დაეტიე იმ ადგილას, სადაც ხარ რა. იმიტომ რომ სოფლიომ დაინახოს, რომ აი მე გაჭირვებულ ქვეყანას საქართველომ გადაურიცხა, შენს ქვეყანას მიხედე, შენსას. ნაგავში რომ წევართ მთელი ქვეყანა. ნეტუჩი. რაიმე
ეს ინფლუენსერი როა ნატაშა მაგის ქორწილის ფოტო ვიდეოები ხო აი მოიცვა და რა ვიცი ყველა რომ მაგაზდებს და ყველა რომ მაგას აზიარებს და ვაიმე დაშოკილი ვარ ხალხო სხვისი ბედნიერება ასე გამწარებდეთ მეკეთი აფერი გაბიგია ბიჭო რამდენი კაბაეცვა რაღაც კომენტარი დავიშუკე ანუ ფოტოები და ვიდეოები მიდოდა არ მინახავს რატაც კომენტარებში ყავი დამჭდა ანუ მეთქი ერთი რა ხდება ასეთი აჟიოტაჟი რა გამოიწვია ამდენი კაბა ასეთი რძალი რო შემომივიდეს და ასეთი მოკლე კაბა რო ეცვასო მაგასო აი ეგრევე წამოვა ქორწი რატო გალბატონო რატო გამწარებდა ადამიანებს ხუსი ბედნიერება გიხაროდეთ გაღიმებული ადამიანი არ შეიძლება კაცო შეიძლება თქვენ არ ხართ ძალიან ბედნიერები მაგრამ ხუსი ბედნიერება თქვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედია არ შეიძლება აი თუ მაგალითად ნამდვილი ადამიანი ხარ და ნამდვილად გაქვს აი ეს რაღაც ადამიანობა შიგნით სხვისი ბედნიერება არ უნდა გასოფებდეს, გამწარებდეს და აი არ უნდა უწევდე. სხვისი ბედნიერებით რაღაცნაირად დადებითი ის უნდა გქონდეს ემოციები და ჩემ ბედნიერი ორი ვისია. შემი ნენე მადლობა და მადლობა. მე ჩემოსიცოცხლე აქ შენი. არ ვიცი არის ერთი აბავი კაც და გამოიცვალა 4 თუ რა ვიცი 5 კაბაო თუ რაღაცა უნდოდა მისი ქორწილი იყო აიო ყველაფერზე რეკლამას უკეთებდაო რამდენი გამომწერი ყავს რამხელა აუდიტორია ყავს ადამიანი მოდებულია ყველაფერს რა ვიცი ეგ რეკლამებს მე მგონი და საქართველოში არ დარჩა ბრენდი ვიზედაც არ თანამშრომლობს სავარაუდოდ უკვე აღარ დარჩა და იმხელა ანაზღაურებადია და იმიტომ რომ აუდიტორია ყავს ძალიან დიდი და რა თქმა უნდა ანაზღაურება ეზრდება და აქვს ადამიანს საშუალება და სათეთ რომ 5 კაბა გამოიცვალოს რა იყოთ და გაუკეთებდა იმ რაღაცებს რეკლამებს იმიტომ რომ პირობითად მე მჭირდება დაუშვათ კოკა-კოლა ხო და მე შენთან მქონია რაღაცა გარკვეული თანამშრომლობა ან არ მაქვს მაგრამ მე შენ გთავაზობ რომ ჩემს ქორწილში ასე შენ გამიკეთე შეღავათი ან სრულად უფასოდ კეთდება ეგეც არ არის გაბურიცხული ანაჟი აქეთ პლუსაც გიხდიან ანუ ხვდებით არა ეს ჩვეულებრივი აბავია ხო რა დაგებარდათ რა იყო თქმერთო ჩემ ყველაფერზე რეკლამას უკეთებ გაუკეთებენ გედაცვალე ხა რატო არ გაუკეთებენ იმიტომ რომ ახსენოს, იმიტომ რომ ხშირად გამოაჩინოს ვიღაც მაგალითად გეუბნებით რა პირობითად ხა მე არ ვიცი ზუსტად რა დაარეკლამა, მაგრამ რაღაცა დეკორი ხო დაუშვათ და გაუკეთეს უფასოდ და აუნა დაარეკლამოს, ამიტომ გაუკეთეს. ისე კი არ უკეთებს არავინ არაფერს. ხო და მე არ ვიცი რა აჟიოტაჟია, რა დაგვემართა და რა გვემართება მე ვერ გავიგე. არ ვიცი. აზე არა ვარ. ჩემამდე არ დაწეს რა გჭირთ არ ვიცი რა იყო შეეშვით ადამიანს მოკლე კაბა ხალხო ჩვენ კიდე მოკლე კაბა გვიკვირს ანუ ჩვენ კიდე იქ ვართ რომ ჩვენ მოკლე კაბა გვიკვირს რომ ადამიანს ეცვა მოკლე კაბა მომის ბიკინით რო ყოფილიყო რა ანუ მისი ქორწილია რავი რაში მაინტერესებს მოკლეც მე თუ გრძელი მისია აი ძალიან ჩემი ახლობელიც რო იყოს ეგ უკვე დეიდაშვილი მამიდაშვილი და მისი ქორწილია და უნდა მოკლე ჩაიცვას უნდა გრძელი ჩაიცვას რა ვიცი აი მე მაგით ვერ ვხედავ პრობლემას აი ხო რომ რაღაცაში პრობლემას ვხედავ ვერ ვხედავ და მომკალით თუ გიდათ არ ვიცი გიხაროდეთ ეს ხუსი ბედნიერება და უფალე 4 მაგ ბედნიერებას თქვენთვის გამოიმეტებს ხალხო 4 მაგს ეს სიყვარული ეს გქონდეთ რა იმიტომ რომ ნახეთ იცი რა კარგია როცა თენდება დილა და არ გძულს ადამიანი თქვენ ვერც კი წარმოიდგეთ მე თქვენ გაჩვენებთ ერთ ქალბატონს რომელიც მიყურებს ყოველ დღე ნანა ხიაქვს ჩემი ყოველი ვიდეო და მუდმივად მიწერს რომ ვერ მიტანს და ვფიქრობ და ნამდვილად ვერ მიტანს თუ იმდენად ვუყვარვა რომ ვერაცნობიერებს აი არ ვიცი
მე მივწერე კიდეც კომენტარში, რომ დრო ხო არ არის მოთხარ, რომ შეგიყვარდეთ თქო თუ რაღაცა დაუწერე. თუ გიყვარვართ მეტი, აღარ მახსოვს ზუსტად რა. არ ვიცი. დილიდან რო გათენდება კვერატო გსულა, აი ვერ გავიგე. ეგ ტუჩები ეგრე არ დაჭერს მოპრუწული. ასე საუბრობს დოდონა და რა ვუყვა, გამოუკერო ტუჩები. მერტო. აი არ ვიცი, მაგას ვიძახი. რატო უნდა, აი მაგეთად აი ეგ ნატაში, ხა რატო გძულთ ხალხო? აი ვერ გავიგე ხა ვისაც ზუსტ ლანძღავს იმის გამო, რომ რეკლამები გაუკეთა თავის ქორწინში და ძალიან ჩუბლებრივი ამბავია. და მოკლე კაბზე ამის გამო შეიძლება ადამიანს ხახა მოაძროთ. აი არ ვიცი, რავი, ვერ გეტყვით. აი არ ვიცი. რაღაცა კვების ობიექტი დავარეკლამე ერთხელ და ერთი ჭამა გაკლდაო. თქვენ არა ჭამთ კალბატონო. ხო ეს ხო ჩემს საქმეში შედის ეგ ყველაფერი. ეგრეა. რა ვიცი აბა, ღმერთმა გაძლება მოგცეთ, ვისაც დილი 7 და შეგიძლიათ გძულდეთ ვინმე, აი მე არ ვიცი. რო დავხედავ საათს და დაწერილი აქვს ადამიანს რის 5 წუთზე კომენტარი გაკვირვებისგან ცუდადა ვარ. ოღონდ კარგი კი არა აქვს დაწერილი. აი რაღაცა კატასტროფა. ეს ქალი როგორ მძულს და მე სხვათა შორის დაუწერსო ქალბატონო თავს რატო იტანჯავთო? არ უყუროთო და ხომ არა მიხტება ხოლმეო და ხედავო დაბლოკე. ბლოკიტა. მაგრამ არა, არ ბლოკავს, იმიტომ რომ მისი ზიზღი სადღაც ხონდა დატოვოს. ეხა ახლობებ და ვერ ტოვებს. გესმით, ეხა მე ვინა ვარ მაგისთვის არ მიცნობს. და მიდი. ჩემი მასეც მეზიზღები. მე მიყარ. რა ვიცი, მე რა უნდა უპასუხო. არა დედი, კვარ უნდა გამაჩერო საყვარელი, იმიტომ რომ საუბრო. ვაი დედა რა კარგად ვიცი. რა გაიყაროს. ხო და გემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ. თუ მოვიცალ და მოვასწარი საქმეები ლაივში აუცილებლად გამოვალ. რაღაცა რეკლამა მაქვს გადასაღები, რაღაცა საქმეები მაქვს და ვნახოთ თუ ჩავეტიეთ დროში აუცილებლად თუ არა და დროებით. ვინ ჩემი ახალი წელი ხარ ახლა შეგითახმო ხო ჟაკე ჩავიცამ დუბლიოკას თუ ტანგას გაფიცეთ მამიკაშვილებს დგანარე ჭორიკნები და ამას ეცაცვია იმას ეცაცვია ვინახა დაო იქნება მე მინდა რომ გერკულესის პაპა დავიდო ჯამით და არო ხო ტენდენციას აყვე ტრენდი შევქმნა დაო მეტი საქმე არა გაქვთ გამოიჩქებები ახლა შუაგუჯაში გას ვერ გაულია გაყოლებენ თვალს გამოაყოლებენ კანი თვალით გაყოლება რა ვაფშე ვიჩები ბასტი ხარ ხო ისე რომ ვთქვათ კაცმა გაყოლოს თვალი გავიგებ არა დგარა და მისჩერებიან უი დედა ხალხო ევროპა კი არა ფაჯიდან არ უნდა გაყოთ თამები მაგრამ რაც ვიზართ გამოყავი ერთი სახელმწიფო შემოგილაწუნო ამათიში დეკოლტე ვერ ჩამეცო ჩემო მომავალო მაზლის ცოლო რომ გაიგებ, რომ მეორე დღეს თქვენს ოჯახში უნდა შემოვდგა ჩემი ნატიფი, განათლებული და ინფლუენსერი ორი გამხდარი ფეხი და წინა დღეს გადმოალაგებ ჯამჭურჭელს დაიხარისხებ და საძინებელში შეაცუნსულებ, მინდა გითხრა, რომ შემოვენთები ოჯახში, როგორც თქვენი ოჯახის ახალი სილამაზით ახსავსე ბურჯი გადმოალაგებ ყველაფერს უკან, გადავაწყობთ, გადმოვაწყობთ და გავყობთ შუაზე ჯამჭურჭელს. როგორც ახალი პატარძალი და თქვენთვის ოჯახისთვის ღვთისაჩუქარი, აქედანვე იცოდე, ჩემი ქმარიც ოჯახის წევრია და მადონას სერვიზი რჩება მე. არაფერი არა მაგ შეიძლება საწინააღმდეგო და პირადული ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს ვქცევ, არ ვიცი გულის ტკივილამდე მიყვარხარ, მაგრამ ჭურჭელი იყოფა შუაზე, ყველაფერი იყოფა შუაზე, ასე რომ აქედავე შეგვე და ეს ვიდეო გქონდეს საბაგიდო წიგნად. ბაი. ჰაი ხალხო. აბა გავიქცეოდი აქციებზე და დედა და ვიხავენ მაცივაში სოფლის ნობათის პროდუქტებს, მაი
წავიფიქრე ახლა. სოფლის არის და კაცი და კუცი და გავიკაშო ორგანიზმი. თურმე რა სამჭამდი? ქათმის კუკის მალადეც დიდი მადლობა დაში ხოჩახ აჰა აბდები დიდი მადლობა მადლობთ ბაი ხალხო ახლა მივხვდი რატო გვაქვს საქართველოში საყოველთაო ნერვოზი ესე იგი სულის ჩათი ცალკე ბაღის ჩალკე სამეგობროსი ცალკე იმისი დედმამიშვილების ცალკე უბნელების ცალკე ქმრის საყვარლების ცალკე ისა ქმარზე მონადირე ხალხის ცალკე თოზე მონადირეზე ცალკე პედაგოგების ცალკე კანეჯი კაი ბაბიტაშვილო ვაფშე სულჭყვაზე როგორ არა ერი არ გიყვით ხალხო აიცა კიდე ისეთი გოგოების ჩათი ცალკე მალადეც დაო როგორ გიძლებ დერბები მიავითი ერთ ჩათში ვარ და სიცოცხლე აღარ და აჰა ფიცა ვარ მე ახალ აღარ მიდა სიცოცხლე მე თუ მაგალო ვიხუბრი ხო რა გძიტა მაგარი ნერვოზია აჰა არ ჩერდება თვა კლასელები ჩათში ვიყავი და აღარ რაღაც ჩემი სიცოცხლე ასაკში ვარ და მაგათა გვიდათ რომ მოვკუთი და მაგარი დაშენებული ვარ ჰაი ხალხო ისა კისერი გამიშეშ და ვერ მოძრავ და ფიქსატორი მიკეთია ხა მაინც ლამაზი ვარ მაგრამ ხალხო ეს სამსამი ფეისბუქი რო გაქვთ ერთი გაქვთ იმიტომ რომ ვერავინ დახოს ყველა ვერ დახოს მეორე გაქვთ იმიტომ რომ ყველა დახოს მერე გაქვთ მარტო თქვენ და თქვენი ქრის მესამე გაქვთ ვაიდა ქრის შეყარებულები გათვალიერებთ და სპეციალურად დადებული ფოტოები თქვენ და თქვენი ქრის და წარწერები ჩემო მარცხენა ხელო ჩემო ლამაზ ყურა ჩემო დიდო გამართლება მადლობა ღმერთო რომ შეგადაგეყარე ჩემო ფაცაცო ჩემო თუთუცუ ჩემო კუცუცუ ხალხო არჩი და დამიბატეთ რომელიმე დან სამივე და ხუთივე და მიმატებთ იზედაც გაქანებული ნერვოზი მაგ და ნუ მიღრმავებთ რაი ხალხო რაი რა დაგერიათ უი დედა იზე რომ თქვენ ასე დაგიბატეთ მოდით ნახოთ რა გამოგვიგზავნა ოქროს ხელება გოგომ ეკასგან და დავაგემოვნოთ დავიწყოთ მარწყვის შოკოლადში და დუბაის შოკოლადი მოჩი და ორეო ასევე აი ეს საოცარი ხრაშუნები შეგიძლიათ ნებისმიერი კრემი მოათავსოთ ეს იქნება ბუთელა კრემყველი მოკლედ ყველაფერი რაც თქვენ გიყო მოდი დუბაის შოკოლადი დავაგემოვნოთ რადგან მე გახლავართ კალორიულ დეფიციტზე მოდი რამდენიმე დღეზე გადავანაწილებ და გემოვნება ფისტის კრემი გადაიფი ნახოთ როგორ მოგვეწყ გარედან გახლავთ რძიანი შოკოლადი Gabriel, ¿y la cuenta? უგემრიელესია ხალხო ყველაფერი აქვს რაც უნდა გქონდეს სიხრაშუნე სიტკბო არ უნდა უკარგავდეს გემოს ამ შემთხვევაში არის დაბალანსებული მარწყვი და რძიანი შოკოლადი მოდი გავსინჯოთ კიდევ ვისაც ხილი ძალიან გიყვართ დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ მე ხილი ნაკლებად თუმცა ძალიან გემრიელია ამ ყველაფრის შემქმნელი გახლავთ ეკა კეღოშვილი რომელიც მდებარეობს რუსთავში თუმცა შეგიძლიათ თბილისიდანაც შეუკვეთოთ რა თქმა უნდა და აუცილებლად მოგიტანთ კურიერი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თქვენც ისევე მოგეწონებათ როგორც მე სხვადასხვა გემოები დავაგემოვნოთ სხვადასხვა დღეებზე გადავანაწილოთ ახლა კი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა
ეკა არის სტარტაპის წარმომადგენელი და ძალიან სჭირდება რა თქმა უნდა გვერდში დგომა, განვითარება და აუდიტორია ამისათვის არის საჭირო. მივუთითებ მის გვერდს, გამიხარდება თუ გადახვალთ, დაათვალიერებთ მის ნამუშევრებს და მედი მაქვს რომ შეიძენთ კიდეც, იმიტომ რომ თუ ჩემსავით ძალიან დიდი სიტკბო არ გიყვართ, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. ამზადებს სხვადასხვა გემოები, სხვადასხვა დიდი სიყვარულით. სტარტაპს. დაცხა. ახლა ჩავარდით საფიქრალში. ჩემტერ და დამაწყები ჩვენ დათი გაგვიჭდა. ახლა მაგასაც ახლა მთავრობას ვერ დავაბრალებთ, ხო? იზეროთ ყველაფერი მაგათი ბრალია, მარა. დავით კალას რო დავურეკე მითხრა რომ დოდიო არა ხარო რა მართალიო რა და რო დავფიქრდი სადღაც გზეტა არა ვარ მართალი. შეკაიფები დაშლო წყალი სახში გაკ. შალ მე გაჩუქებთ. ახლა ყველას ვერ გაჩუქებთ, მარა თუ კალა დავაფინანსებს, გაჩუქებთ. რამე ნახულება, მარა სიცხურია კალო რო გაივლით და ვაიმე იმ დღეს მივდიოდი წამივიდა გული 7 სასწრაფო მასულიერებდა. რატო? ყარდით. ქორდო მაშინ რო გითხრა და კაცი და ტყუჩი ტეხავს ძმაო. ხო ანალიზი გამიკეთე. სასწრაფო ვერ გაიგო რა მჭირდა. ბაცი ახლა თუ არა გაქვს საშუალება სოდამაი შეიყარეთ. ჯერა დაიბარეთ ოღონდ. უი დედა დღეს ამეტროში ვენტილატორით შევედი. ტელემეტრო მევიხურებდა. ხო მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გვანცა იგივე დოდონა და ყველას მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ხართ ჩემი მაყურებელი, დოდონას ბლოგის მაყურებელი. ვინც არიცით გეტყვით, რომ დოდონა არის ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟი, ძალიან ბევრს მოსწონს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ წყევლისაგან, ლანძღვისაგან თავი უნდა შევიკავოთ და მივცეთ უფლებას იყოს დოდონა არსებობდეს ჩვენს ირგვლივ, თუნდაც ის არ მოგვწონდეს, რადგან ყოველთვის ყოველას უბრალოდ ვერ მოვეწონებით. ასე რომ იყავით კეთილგანწყობილები და მეტი პოზიტივი. ერო.